მოგესალმებით ნიმატაროს არხზე, ნიმატაროს არხის მეგობრებო. მოდი გავაკეთოთ საჯარო გაშლა, რა მიშლის ხელს წარმატების მიღწევაში. ეს იქნება მთავარი ბლოკი, რომელიც ხელს გიშლით. გავაკეთოთ ორი ვარიანტი. მგონია რომ ორი ვარიანტების თემა ზოგადად უფრო საინტერესოა ხოლმე, მაგრამ თქვენი აზრი დააფიქსირეთ, როგორ გაშლას ისურვებდით, გამოიწერეთ ჩემი არხი და გამოვყევით. მოდით ნახოთ პირველი ვარიანტი. პირველი ვარიანტი ამოგვივიდა ვარსკვლავი. ეს ბარათი მიანიშნებს იმაზე, რომ თქვენ ხართ რაღაცა იმედებში, ოცნებებში, აი შორეული მიზნები რომ გაქვთ. ბლოკის სახით მიანიშნებს ილუზიებში ცხოვრებაზე და პასიურობაზე. თქვენ ხართ ზედმეტად ორიენტირებული მომავალზე, აი მერე რაღაცა სცენარებს წარმოიდგენთ, მერე რა იქნება, როგორ იქნება, როგორ განვითარდება მოვლენები აქ და ახლა, ანუ დღეს არ ცხოვრობთ თქვენ. ცხოვრობთ მომავალში, რომ ოდესღაც ყველაფერი მოგვარდება, რომ ოდესღაც ყველაფერი კარგად იქნება, ანუ რეალურად თქვენ ხელს გიშლით წარმატების მიღწევაში ის არარეალური მოლოდინები, რომელიც გაქვთ, იმიტომ რომ ყველაფერი გსურთ ხვალ, ყველაფერი გსურთ მომავალში, მაგრამ დღეს არაფერს არ აკეთებთ და დღევანდელი ცხოვრებიდან გამომდინარე თქვენი ესეთი ცხოვრება წარმოადგენს აი როგორ იცით პასიურს, აი არაფერს რომ არ აკეთებთ რეალურად, აი ან მაგალითად რწმენა რომ გაქვთ დაკარგული, ან ფარხმალს რომ ყრით ნაადრევად, ხო ხვდებით, ან ერთის მხრივ გადავარდნილი ხართ იმაში რომ მომავალში იქნება რაღაცები და დღეს არ გავაკეთებ, დღეს არ მივიღებ იმ რაღაცა სიამოვნებას, დღეს არ წავალ, დღეს არ გავერთობი, დღეს ვიქნები ესე როგორც ვარ და არაფერს არ გავაკეთებ, დღეს არ ქმედებას არ განვახორციელებ, მომავალში ყველაფერი კარგად იქნება. აი მომავალში მოვა რაღაცეები ჩემთან, მომავალში, რა ვიცი, გავალ, მომავალში წავალ, მომავალში ვიყიდე. ანუ ყველაფერს ესე ფიქრობთ, ან პირიქით ხართ გადავარდნილი ურწმუნოებაში და ფარხმალი გაქვთ დაყრილი, რომ აი ესე არის როგორც არის მოკლედ რა და დანებდით რაღაცა სიტუაციას. გადავიდეთ მეორე ვარიანტზე, ამოგვივიდა ბედისპორბალი, ორივე უმაღლესი არკანი ამოგვივიდა. ბედისპორბალი მიანიშნებს იმაზე, რომ მოკლედ რაღაცები ყოველთვის იცვლება ცხოვრებაში, ხო? და მუდმივად ნახეთ ეს ტრიალებს და აი რაღაც ბედნიერებებს უნდა ჩავეჭიდოთ ხო ცხოვრებაში. ბლოკის პოზიციაში რომ განვიხილოთ, ეს ნიშნავს რომ აი რაღაც დინებას ხართ მიყოლილი, აი გაურბიხართ პასუხისმგებლობას და თქვენ ცხოვრებაში წარმატებას ზუსტად ეს თქვენი განწყობა უშლის ხელს, იმიტომ რომ გონიათ ესეთი რაღაც, რომ ყველაფერი არის ბედისწერა და აი მიყევით რა ამ ცხოვრებას და ამბობთ რომ აი ესეა, როგორც არის ესეა, აი მე ვერაფერს ვერ ვიზამ, მე ვერაფერს ვერ შევცვლი და თქვენ გავიწყდებათ რომ ადამიანებს ჩვენ ყველას გვაქვს ყოველთვის არჩევანის გაკეთების საშუალება და შესაძლებლობა. მთავარია ეს არჩევანი დავინახოთ, იმიტომ რომ არის ალბათ რაღაც სიტუაციები, სადაც არ ჩანს, მაგრამ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ რომ ჩვენ ყოველთვის გვაქვს არჩევანის უფლება და აი ეს დინებას მიყოლა, რომ ყველაფერი მაინც ისე იქნება, როგორც არის და ყველაფერი ბედისწერაა, აი ეს განწყობა, რომ არაფერი არ შეიცვლება, თქვენ გიშლით სწორედ ხელს რომ მიაღწიოთ წარმატებას. ან შესაძლებელია ელოდებით, ნახეთ, დგახართ და ელოდებით რაღაცა სწორი მომენტი, როდის ჩაგივარდებათ ხელში, რომ აი თავისით დაალაგდეს, თავისით შეიცვალოს რაღაცები, რაღაცა იღბლიანი შემთხვევა მოხდეს და აი იმ შემთხვევას დავიჭერ რა. მაგრამ ნახეთ მუდმივად ეს რაღაცები, როდესაც მსგავს პოზიციაში ხართ და არაფერს არ აკეთებთ, ხო? ეს ბედისპორბალი ნამდვილად ტრიალებს, ხო? რაღაცები იცვლება და შეიძლება რომ ეს იღბლიანი სიტუაცია აუცილებლად მოვიდეს თქვენთან, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ უნდა გაჩერდეთ და მუდმივად ამის ლოდინში იყოთ და აი ჩასაფრებულ პოზიციაში იყოთ და არაფერს არ აკეთებდეთ, არა. თქვენ უნდა იყოთ აუცილებლად ქმედებაში, მუდმივად რაღაცას უნდა ცდილობდეთ და ის იღბალი აუცილებლად მოვა და უფრო მარტივად შეამჩნევთ ასეთ დროს, ვიდრე იჯდეთ და ელოდოთ, როდის შეიცვლება რაღაცები, ხო? ანუ პასიურები არ უნდა იყოთ, თქვენ უნდა მართოთ პროცესები, ხელი უნდა მოკიდოთ სადავეებს და გარემოებაც თქვენს გარშემო და ის იღბლიანი შემთხვევებიც აუცილებლად მოვა. მე მგონი საინტერესო გაშლა გამოვიდა. დღეს მე ამით დაგემშვიდობებით, გამოიწერეთ ჩემი